საღამომშვიდობის მეგობრებო, ეს ვიდეო ჩაწერა მინდა ალფა PvP-ზე, არც ვაპირებდი საერთოდ დღეს ახლა ამ ვიდეოს ჩაწერას და ამ თემაზე საერთოდ ახლობელმა დამირეკა და მოკლედ დახმარება მთხოვა მის ოჯახის წევრს და პლუს WhatsApp-ით ვესაუბრებოდი და კადრი ვნახე როგორი მეგობრებო იცი ადამიანი ზის და რაღაცას შლიდა კედელში აი ის რო არის შტებცელი თუ იცით აი შტებცელს შლიდა და თან ამბობდა აი აქ არის თან იგინებოდა ხო მივხვდიო ბოლო სადაც არისო და ადამიანის აი სადაც არისო ამბობდა იმას მოსასმენაპარეს და ადამიანის სახე რო ვნახე მეგობრებო დაახლოებით აი როგორი სახე იცი ადამიანური არაფერი არ ქონდა უბრალოდ ვიზუალურად იყო მაგრამ აი როგორც შეშინებული ცხოველი დიდი გადიდებული თვალები შუშის თვალებით აი გვერდებზე აქ კაფი პირზე იმიტომ რომ ალბათ წყალი არ დაულევია რამდენიმე ხანია საჭმელი არ უჭამია და სრული სიგიჟე რა მეგობრებო და ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მე უბრალოდ ან რეაბილიტაცია ამ მომენტში ვერ დაეხმარებოდა, ანუ დეტოქსზე შემეძლო ერთი წაყვანა ისიც თუ როდესაც ადეკვატური ადამიანი, მაგრამ ასეთ მომენტში უბრალოდ არსად არ წამოყვება ადამიანი და რა დროსაც ოჯახი იძულებული იქნა რომ დაერეკა ფსიქიატრიულში. მეგობრებო, რა ვიცი, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ეს ალფა PvP თუ არ გინახავთ ჯოჯოხეთი და სიგიჟე რა ვიცი, მაშინ უნდა გასინჯო ეს ნარკოტიკი და ყველაფერს ნახავთ ან პიროვნებას წაგართმევთ მეგობრებო, საკუთარი ეგოს წაგართმევთ, საკუთარი თავის პატივისცემას წაგართმევთ და მარტო დაგიტოვებთ რას, იცი, შიშს დაგიტოვებთ, ან საშინელ შიშს, ეჭვიანობას, რაღაც დევნის მანიას, პარანოიებს, გალუცინაციებს და ბოლოს ან თავს მოიკლავთ, ან შეიძლება სხვა მოკლათ, იმიტომ რომ გეგონებათ, რომ ვიღაცა მოგდებთ, ან ვიღაცას თქვენი რაღაც დაჭერა უნდა და ან თქვენთვის რაიმე ცუდის გაკეთება უნდა. ამიტომ მეგობრებო, ფრთხილად იყავით ამ ნარკოტიკთან და პლუს იცოდეთ, რომ აი ამ ნარკოტიკს არ აქვს, რომ აი ხარ რასაც მოვიხარ, დოზას დაუწევ და მე კიდე ამას ამ ნარკოტიკს ან ეგრევე მიდიხარ სამკურნალოდ ან მიდიხარ პირდაპირ ფსიქიატრიულში იძულებით სამკურნალოდ. არ არსებობს, ანუ გახსოვდეთ, რომ ამ ნარკოტიკს არ აქვს, ცოტა მოვიხმარ, როგორც მინდა მოვიხმარ და კარგად იქნები. როგორც კი დაიწყებთ ამ ნარკოტიკის მოხმარებას, დამიჯერეთ, რა ვიცი, თუ მყარი ფსიქიკა გაქვთ, კიდე რამდენიმე თვე შეიძლება გაგიძლოთ ყველაფერმა. თუ არა და მაქსიმუმ ალბათ ერთ თვეში, თვენახევარში საშინელებას დაატრიალებთ თქვენ თავთან და პლუს თქვენს ოჯახში. ამიტომ რა ვიცი მეგობრებო, გადაუზიარეთ ეს ვიდეო სხვა ადამიანებსაც, ან თქვენ თვითონ გაუზიარეთ, რომ ეს ალფა PvP რაც არის საქართველოში, ეს არ არის მეგობრებო ნარკოტიკი, ეს არის ბიოლოგიური რაღაც იარაღი, რომელიც ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს მიიყვანს სიგიჟემდე. არ არის აქ, ანუ ჩემი ორგანიზმი ძლიერია, ვიღაცის სუსტია, ყველა 10-დან 10 ადამიანი, ვინც დაიწყებს ამის მოხმარებას, ყველას ერთნაირი სიმპტომი ექნება მეგობრებო. ყველას ეს იქნება შიში, ეჭვი, პარანოია, დევნის მანია, დაშლით მთელ სახლს, შეიძლება ვიღაცას დანით გამოეკიდოთ, შეიძლება ვიღაც მოგეჩვენოს, რომ გითვალთვალებთ და ბოლოს ან ფსიქიატრიულში გამოკეტავენ, ან შეიძლება ციხეში მოგიძიოთ წასვლა, იმიტომ რომ ვიღაცა დააზიანოთ, ან შეიძლება საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოთ. ამიტომ ფრთხილად იყავით მეგობრებო ამ ნარკოტიკთან. დიდი მადლობა.